დაძაბულობა სომხეთის სასულიერო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის ახალ ფაზაში გადადის. ტერაქტების მომზადებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ბრალდებით ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტმა დააკავა ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკის მოწინააღმდეგე. მოძრაობა წმინდა ბრძოლისა და ამავე დროს სომხეთის ეკლესიის მთავარ ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. ხელბორტილ დადებულმა გალსტანიანმა სომხეთის პრემიერს ასე მიმართა. ბოროტო ყურადღებით მისმენთ, რაც არ უნდა ჩაიფიქრო, რაც არ უნდა გააკეთო, დიდი დრო არ დაგჩენია. აუცილებლად მოგაკითხავთ, ვერც ერთი ქმედება, ვერც ერთი დაკავება ვერ დაგვახევინებს უკან. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, საეროდ ვაზგენ გალსტანიანის სახელით ცნობილმა ეპისკოპოსმა მოძრაობა წმინდა ბრძოლის სხვა პირებთან ერთად ტერორისტული აქტების მოსაწყობად სპეციალური საშუალებები და ინსტრუმენტები შეიძინა. უწყება ამტკიცებს, რომ მან 250 პირისგან შემდგარი ჯგუფები ჩამოაყალიბა და საზოგადოებას საჯაროდ მოუწოდებდა მოეწყოთ სამხედრო და კიბერთავდასხმების სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ, ასევე დივერსიები ენერგოობიექტებზე. ამავე ბრალდებით გალსტანიანთან ერთად სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. საგამოძიებო უწყებაში გადაიყვანეს სომხური რევოლუციური ფედერაციის დაშნა ცითიუმის ლიდერი იგორ სარქისიანი, პარტია სომხეთის დეპუტატი არტურ სარქისიანი და ყოფილი დეპუტატი მთიანი ყარაბაღიდან დავით გალსტიანი. 2024 წლის ზაფხულში ვაზგენ გალსტანიანმა ჩამოაყალიბა მოძრაობა სახელწოდებით წმინდა ბრძოლა. რამდენიმე თვის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა და მართავდა აქცია მსვლელობებს, რათა შემდგომში აიღო სომხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მართვის სადავეები. რამდენიმე თვის განმავლობაში ამ გზით მიუღწეველი მიზნებისა და პოლიტიკური შინაარსის საჯარო ღონისძიებების შეწყვეტის შემდეგ ვაზგენ გალსტანიანმა გააცნობიერა, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად ქვეყანაში ხელისუფლების წყარო ხალხია, ხოლო რომელიმე ორგანიზაციის ან პირის მიერ ხელისუფლების უზურპაცია დანაშაულებრივი ქმედებაა. პერიოდული შეხვედრების შედეგად მოძრაობა წმინდა ბრძოლის წევრებმა გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ 200-250 თავდასხმითი ჯგუფი, თითოეული 25 პირისგან შემდგარი, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებით, პოლიციის თანამშრომლებით. მათ კონკრეტული დავალება ჰქონდათ მიცემული, რომელიც ნებისმიერ ფასად დავალების ცოდნის გარეშე უნდა შეესრულებინათ. სომხეთის პრემიერის ოპონენტები ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ნიკოლ ფაშინიანს რეპრესიებში შედანაშაულებენ. ოპონენტებს კი ფაშინიანი ხელისუფლების მიტაცების გეგმის წარმატებულად აღკვეთის არგუმენტით პასუხობს. სამართალდამცავმა უწყებებმა ხელი შეუშალეს სომხეთის რესპუბლიკის დესტაბილიზაციისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების კრიმინალურ ოლიგარქიულ კლერიკალურ გეგმას. სომხეთში მიმდინარე პროცესებს აფასებენ მოსკოვშიც. კრემლში ამბობენ, რომ მათი მიზანი აყვავებული სომხეთის ხილვაა. რა თქმა უნდა, ეს სომხეთის შიდა საქმეა. ცხადია, ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ სომხეთში შენარჩუნდეს სიმშვიდე და კანონიერება და რომ სომხეთი იყოს აყვავებული, სტაბილური, რუსეთთან მეგობრული დამოკიდებულების მქონე ქვეყანა. სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეფასდა კრემლის სახელმწიფო მედიის მიერ რუსი მილიარდერის სამվել კარაპეტინის დაკავებაზე გამოთქმული მოსაზრება. მაშინ ერევანმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა. თავად ბიზნესმენი 18 ივნისს დააკვირდეს ვაზგენ გალსტანიანის მსგავსად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. ნიკოლ ფაშინიანის ოპონენტებმა და სამվել კარაპეტიანის უფლებადამცველებმა მილიარდერის პატიმრობა სომხური ეკლესიის მხარდამჭერ განცხადებებს დაუკავშირეს. დაძაბულობა სომხურ ეკლესიასა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორის შესახებ ნიკოლ ფაშინიანის ხისტი განცხადებების გამო გაღვივდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პატრიარქი ჯერ რუსეთიდან მიღებულ დავალებებში დაადანაშაულა, შემდეგ კი უბიწოების აღთქმის დარღვევაში. ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი სასულიერო პირებს ღიად აკრიტიკებენ და მათ ქვეყნის მთავარ მაფიოზებს უწოდებენ. 10 ივნისს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ გარეგინ მეორის გადასაყენებლად საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა.